ოცნების ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული შეიწყალა. განცხადებას ყაველაშვილის პრეს-სამსახური ავრცელებს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, არიან თუ არა შეწყალებულთა შორის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი. მათი შეწყალების შუამდგომლობით ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს ადვოკატებმა ჯერ კიდევ იანვარში მიმართეს მსჯავრდებულები ივანიშვილის სასამართლომ 400 ლარიანი რკინის ჯებირის დაზიანების გამო გაუშვა ციხეში. ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, მოგვიანებით კი ამნისტიის საფუძველზე 2 წელიწად ნახევრამდე შემცირდა სასჯელი. ქეთი ნადიბაიძე უნდა შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში, ის არკვევს მოხვდნენ თუ არა ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში აქციაზე დაკავებულები. ქეთი, რა შეგვიძლია ვთქვათ ამ დროისთვის? საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის დოკუმენტაცია ციხის ადმინისტრაციაში გადმოგზავნილი არ არის. ეს ინფორმაცია გამოიტანა სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან ცოტა ხნის წინ ადვოკატმა. ახლა აქ იმყოფება გლდანის ციხესთან როგორც ადვოკატი, ასევე ოჯახის წევრებიც აქ იმყოფებიან და ისინი ელოდებიან ვითარების გარკვევას, არის თუ არა ეს ორი მსჯავრდებული მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ 33 პატიმარს შორის. ისინი ელოდებიან ვითარების გარკვევას და ქართული ოცნების წარმომადგენლებს ახსენებენ მათივე საჯარო განცხადებებს, რომლის მიხედვითაც თუ აქციის მონაწილე ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები აღიარებდნენ ბრალს, სახელმწიფო ლოიალური იქნებოდა და ჰუმანური იქნებოდა მათთან მიმართებაში. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ მეფარიშვილს და ოკრიბელაშვილს ბრალი აღიარებული აქვს 400 ლარიანი ჯებირის დაზიანებასთან დაკავშირებით. მათ საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული და თუ კი ქართული ოცნება პირობას შეასრულებს და მიხეილ ყაველაშვილი მათ შეიწყალებს, ამ შემთხვევაში დაახლოებით 7 თვით ადრე დატოვებენ ეს მსჯავრდებულები ციხეს. აი არ ვიცით, მოხდება ახლა შეწყალება, არ მოხდება, უბრალოდ მოლოდინში და იმედის რეჟიმში ვარ. რამდენი ხანია მიმართული გაქვთ დაახლოებით თუ გახსოვთ? 11 თებერვალს. 10-ში მე დამაკავეს, მეც დამიჭირა საჭი ადმინისტრაციული წესითი და 11-ში. მამა ვარ მე რა ბოლოს რა არავის არ უსურვებ. შვილი პატიმარი რო ყავდეს რა ვინმეს რა და მინდა რომ თხოვნით მიმართო, კი აღიარა რასაც ქვია თავისი 400 ლარიანი ჯარიმა, რასაც ქვია ეს გადაიხადა თუნუქის დაჯარიმების, მაგრამ არ მინდა ციხეში რო იყოს რა. ახორციელდა ჩვენი ინფორმაციით, ესე რომ ვთქვათ, რამდენიმე პირის შეწყალება, ზუსტი რაოდენობა მე არ შემიძლია დავასახელო, თუმცა გახმაურდა რომ ეს არის 33 პირი. თუმცა იმასაც დავადასტურებ, რომ ეხლა ვიყავი შესული უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში და ჯერჯერობით არც ერთი შეწყალებული, ესე რომ ვთქვათ, გარეთ არ გამოსულა. ომარ ოკრიბელაშვილმა, ისე საბა მეფარიშვილმა მაქსიმალური გააკეთეს იმისთვის, რომ ისინი აღმოჩნდნენ თავისუფლებაზე. ამ კონკრეტულ მომენტში, ანუ შედგა საპროცესო შეთანხმებას, ანუ მათ აღიარეს დაუკვირდეთ ამ ყველაფერს, ანუ მათ აღიარეს ჯგუფური დანაშაული, ისინი ინანიებენ დანაშაულს და ერთადერთი ბერკეტი ეხლა რჩება, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს და ეს ბავშვები, ესე რომ ვთქვათ, აღმოჩნდნენ თავისუფლებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო იქნება ჰუმანური, მობიერად მოეპყრობა ამ ახალგაზრდებს და ისინი უახლოეს მომავალში უნდა აღმოჩნდნენ თავისუფლებაზე. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი შაშანდელი გაზაფხულის აქციებზე დაკავებულები არიან. მათ ედავება და მსჯილი აქვთ 400 ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო. 3 წელი მიუსაჯა სასამართლოს, შემდეგ ამნისტიით ჩამოვიდა ეს სასჯელი 2 ნახევრამდე, თუმცა აღიარეს ბოლოს საბოლოოდ ბრალი და წელიწად ნახევრიანი პატიმრობა და პლუს 1 წლიანი პირობით არის ამ მომენტისთვის მათი სასჯელი, როგორც გითხარით, ადვოკატი, ისევე როგორც ოჯახის წევრები იმყოფებიან გლდანის ციხესთან და ელოდებიან ვითარების გარკვევას, მოხდა თუ არა საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ 33 მსჯავრდებულს შორის.